მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და ეროვნული ვალუტის კურსი ლარი დოლართან და ევროთან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ამ კუთხით მოკლედ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ აქტიური კვირა დაიწყო, არც კი ვიცი რომელია პასიური ამ კუთხით, მაგრამ განსაკუთრებულად ასე რომ შევხედოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში და შუადერეფნის ჭრილში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ერთი მეორეზე უფრო აქტუალური ნაწილია. თუ ჩვენ გუშინ წინდელ გადაცემებში ვსაუბრობდით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც შუადერეფნის უმნიშვნელოვანეს პროექტზე და ახალ შესაძლებლობაზე, ახალ მოდელზე, ლენდორდის მოდელზე და აქ შესაძლებლობაზე შუადერეფნის ქვეყნების ჩართულობაზე, ბუნებრივია ისევე როგორც დასავლური კომპანიების ჩართულობაზე. დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ შუადერეფნის ჭრილში ზოგადად, ოღონდ ამ ნაწილში ბუნებრივია ჩვენ ვსაუბრობთ უკვე მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, საქართველოს, აზერბაიჯანი, რუმინეთის და უნგრეთის თანამშრომლობაზე. მოგეხსენებათ, რომ გაიმართა გუშინ მე-12 მინისტერიალი ამ კუთხით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა საქართველოს მხრიდან დელეგაციასთან ერთად, მისი მოადგილეები იყვნენ დელეგაციაში, ბუნებრივია წარმომადგენლები, როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა მინისტერიალზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დამტკის და რის შედეგადაც მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. მინისტრი აღნიშნავს, რომ მინისტერიალზე იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე და რეგიონის მზარდ როლზე ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ცხადია, მინისტრი აღნიშნავს, რომ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ და იმ 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს შემუშავებული. აქ საინტერესო იყო ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ შემუშავებული ერთობლივი წერილი, სადაც ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მინისტრის კომენტარი. მწვანე ენერგიის დერეფანი წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს. საქართველოსთვის ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაა რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ჩვენს 4 ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების კონსტრუქციული ჩართულობისთვის. ენერგეტიკის მომავალი სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ჩვენს უნარზე. აბაშენოთ ახალი საიმედო კავშირები რეგიონებს შორის. მსგავსი ინიციატივები უფრო უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებულ და მდგრად ენერგეტიკულ მომავალს უყრის საფუძველს. სუფთა ელექტროენერგიის ახალი მარშრუტების შექმნით ჩვენ ვაძლიერებთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს ვუწყობთ ბაზრის ინტეგრაციას. შესაბამისად, მწვანე ენერგიის დერეფანი არის ინვესტიცია არა მხოლოდ დღევანდელ ენერგოსისტემებში, არამედ მომავალი თაობების მედეგობასა და კეთილდღეობაში. საქართველოს ამბიციაა წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით. ჩვენი მთავრობა კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს ჰიდროენერგეტიკის გაფართოებას, ამასთანავე აჩქარებს ინვესტიციებს ქარისა და მზის ენერგიაში გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით. ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გავზარდოთ შიდა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება, გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება და შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზრებზე, სუფთა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის. მტკიცედ გვწამს, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთდაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემის მეტი მედეგობისთვის. ის ასევე ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას უფრო მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლის მშენებლობის მიმართ. საქართველო მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის და ჩვენი ორმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად. დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოხსენება ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს და ცალკე აღებულ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომელიც ამ კუთხით მოგეხსენება ძალიან ჭიდრო კავშირშია რეგიონის საერთო ხედვასთან. ამ კუთხით ცალსახად დამატებით აღსანიშნავია საქართველოს და აზერბაიჯანის გამორჩეული
თანამშრომლობა ძალიან სოლიდურია, როდესაც სახელმწიფო ამ რანგის მინისტერიალში ასე და ამ დონეზეა წარმოდგენილი, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მანამდე, ასე ვთქვათ, და მინისტერიალის ფარგლებში იყო შესაძლებლობა, რომ ქონოდათ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს, რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ეს იყო ასევე ცალკე შეხვედრა, სადაც სწორედ მინისტრებმა იმსჯელეს ენერგეტიკული დერეფნის ირგვლივ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და ცხადია ამ შემთხვევაში ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, ამასთან დაკავშირებითაც საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს ეკონომიკის სამართლებრივი განვითარების მინისტრი, რომ ასევე ცლად ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესზე, რაც მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე თქვენ კადრებშიც ხედავდით, რომ მისთან ერთად იმყოფებოდა დელეგაციაში ქალბატონი ინგა ფხალაძე და ბატონი გენადი არველაძე, ეკონომიკის სამართლებრივი განვითარების მინისტრის მოადგილეები და ასევე ვიზიტის ფარგლებში დელეგაციაში იყო ასევე ბატონი ზვიად გაჩიჩილაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი. ჩვენ შეგვიძლია ბატონი ზვიადის კომენტარიც მოვისმინოთ. წვანე ენერგიის კორიდორის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამჯერად ბაქოში, სადაც შედგა მე-12 მინისტრების შეხვედრა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კონკრეტულად ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობას და უზრუნველყოფს როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების უსაფრთხოებას და ვაჭრობას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი სამი შავი ზღვის კაბელს ითვალისწინებს და სახმელეთო კაბელების მონაკვეთს, რაც უზრუნველყოფს სწორედ ამ ჩვენი რეგიონის და საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებას. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ერთი პროექტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამოუწუროთ ჩვენი შესაძლებლობები. საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო როლის შესრულება. ეს არ არის მარტო პოტენციალით და ენერგიით დახმარება, არამედ იმ სატრანზიტო ფუნქციის უზრუნველყოფა, რაც სჭირდება სწორედ ამ პროექტს რო იყოს რეალიზებული. კონკრეტულად შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და პოზიტიურად იქნა მიჩნეული და პროექტი უკვე გადავიდა შემდეგ ეტაპზე, დამტკიცდა შემდეგი 2 წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ გაგრძელებას, ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიმართავთ ევროკომისიას იმისთვის, რომ ეს პროექტიც შეტანილი იყოს ორმხრივი ინტერესების პროექტის ჩამონათვალში, ისევე როგორც შეტანილი არის უკვე შავი ზღვის კაბელის პროექტი. დიახ, ნახეთ ჩვენ ბატონი ზვიადის შეფასებაც, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილა. პროექტის ნაწილში არის სოლიდური წინსვლა, რომელიც ამ პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობა, რაც საქართველოს როლს არა მხოლოდ ევროპის, არამედ რეგიონის და ჯამში, ასე ვთქვათ, საერთო სივრცის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ხაზ დამატებით უსვავს. კიდევ ერთხელ ჩანს საქართველოს საჭიროება ძალიან ფართო კონტექსტში და ეს აღინიშნა კიდეც არა ერთხელ მინისტერიალის მიმდინარეობის განმავლობაში. სწორედ ენერგეტიკის თემაზე ვაგრძელებთ დღეს ჩვენ საუბარს, რა თქმა უნდა, როდესაც ენერგეტიკის თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად კალბატონი მაია მელიქიძესთან უნდა ვისაუბროთ, გრედას აღმასრულებელ დირექტორთან. კალბატონ მაია, მოგესალმებით. მადლობას გიხდით Business Insider-ში მობრძანებისათვის და რამოდენიმე საკითხი გვაქვს, რაზეც მინდა თქვენთან ერთად ვისაუბროთ, თუმცა პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალის შეფასება წვანე ენერგეტიკის დერეფნის, ისევე როგორც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის კონტექსტზე, ზოგადად საქართველოს როლზე რეგიონში. მოგესალმებით, გეორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი.
გადამწყვეტი არის სწორედაც საქართველოს როლი ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ სამეზობლოში ჩვენ ვითვლებით, რომ ვართ უმდიდრესი ქვეყანა განახლებადი ენერგოწყაროების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან არის გადამწყვეტი. მით უმეტეს აზერბაიჯანთან, ვინაიდან აზერბაიჯანმა ძალიან მოკლე ვადაში გაანახორციელა უამრავი პროექტი მზის ელექტროენერგიის განვითარების მიმართულებით და ბუნებრივია აქვს ამბიცია იმისა, რომ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს ტერიტორიის გავლით გაიტანოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გამოყენებით სწორედაც ევროპულ ბაზარზე. ჩემთვის ნამდვილად მისასალმებელია ის მინისტერიალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის შეხვედრების გარდა მე ვხედავ, რომ წარმოდგენილნი არიან აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ამასთანავე საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ესენი არიან სწორედაც ის ინსტიტუციები, რომლებიც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და მომავალშიც განახორციელებენ. საუბარია ბუნებრივია მსხვილ პროექტებზე. რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს და ამასთანავე მეორე მნიშვნელოვან პროექტს ეს არის მწვანე ენერგიის დერეფანი, ეს საქართველოს ძენს არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით უქმნის, ასე ვთქვათ, წინაპირობას, რომ დოვლათი უზრუნველყოს და დააგენერიროს, არამედ მის მნიშვნელობას და როლს უფრო ამძაფრებს რეგიონში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველო ყალიბდება ერთ-ერთ გამტარად დერეფნად აზიასა და ევროპას შორის ყოველთვის ვიყავით დამაკავშირებელი, მაგრამ ახლა უკვე ეს დაკავშირება არის ძალიან ქმედითი. ამას ემსახურება ის, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი არის, უკვე გადავდივართ სამშენებლო ეტაპზე უახლოეს პერიოდში. გაცილებით უფრო მსხვილი პროექტი არის უკვე მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კაბელზე მწვანე ენერგიის დერეფნის მონაწილე ქვეყნების კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი წუთით რომ დაუბრუნდეთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ნაწილს, ანუ რეალურად ცხადი აქ საერთო ინტერესებია აზერბაიჯანის საქართველოსაც, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყონ შემდგომ ევროპის მიმართულებთან. ჩვენც ვიმედოვნთ, რომ ჭარბი ენერგია გვექნება ამ კუთხით, რომელიც იქნება მისაწოდებელი. ბატონო გიორგი, მე ერთ რამაზე გავამახვილებ ყურადღებას, არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის, არამედ ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული სამყაროსთვისაც, ვინაიდან ისინიც განიხილავენ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და ბუნებრივია ის შესაძლებლობა, რომელსაც მას საქართველოს და ზოგადად კავკასიის რეგიონი აძლევს, მათთვისაც ნიშნავს იმას, რომ მათაც ექნება დივერსიფიცირებული სწორედაც ეს ენერგოწყაროების მხრივ ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, გენერაცია. ძალიან კრიტიკული არის თქვენ ახსენეთ გენერაციის ნაწილი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გავამახვილოთ ამასთანავე ყურადღება და ეს გახლავთ ელექტროენერგიის გენერაცია, მისი დასაწყობება, გიორგი, ანუ შეგროვება და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი და ისიც უნდა ვთქვა, რომ ზაფხულმა გაუსწროს ზამთარს მოხმარების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი რომ დავაბალანსოთ, არსებითად მნიშვნელოვანია ახლა ვიმუშაოთ სწორედაც იმ პოლიტიკაზე, რომელზეც სომხეთმა დაიწყო მუშაობა. უახლოეს პერიოდში სხვათა შორის აზერბაიჯანიც გადავა. ეს არის ელექტროენერგიის შემნახველების ნაწილი, რაც არის რეალურად ხვალინდელი დღე ენერგეტიკის განვითარებისა. თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ზოგადად ეს შესაძლებლობა, რომელიც არა მარტო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, არამედ მეორე პროექტის ფარგლებშიც ეძლევა ჩვენს ქვეყანას, აძლევს ეგრეთ წოდებულად, ასე ვთქვათ, შემოსავლის ძალიან სერიოზული ზრდის შესაძლებლობას ჩვენს რეალობაში. იმიტომ რომ ტარიფი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო მაღალი არის ბუნებრივია ევროპულ სამყაროში და ისინი ახლა განიცდიან სწორედაც დეფიციტს ენერგეტიკული თვალსაზრისით. ამიტომ ეს მოცემულობა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს ხელს იმისათვის, რომ სწორად მოვახდინოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ენერგობაზრების დივერსიფიკაცია. არა მხოლოდ თურქეთი განვიხილოთ, როგორც აქამდე იყო, არამედ ევროპული ბაზარიც მათ შორის. აი, ეხლა ჩვენ უყურებთ იგივე გენერაციის სხვადასხვა მიმართულებებს ამ კუთხით. მინდა გკითხოთ კვლავ ჰესებთან დაკავშირებული ვითარებაზე, როდესაც ენერგო სექტორს ვაფასებთ, აი მოხმარებამ გაასწრო ხომ ზაფხულის მოხმარებამ, რაც აღწერა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ჰესების მშენებლობას საქართველოში ამ კუთხით პოლიტიკას ჩვენ ნახეთ ასევე რომ დაანონსდა მსხვილი ჰესების მშენებლობის ნაწილი, დიდი ჰესების ნაწილიც და აი ამ ნაწილს როგორ აფასებთ თქვენ? ჩვენ ძალიან ხშირად გვითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანას სხვა შანსი არ აქვს გარდა ერთისა, რომ ააშენოს 3 მსხვილი, ოღონდაც ამ სიტყვას ბჭყალებში ჩავსვავდი, მსხვილი ჰიდროელექტროსადგური. ეს არის ხუდონი, ნამოხვანი და ნენსკრა. ჯამში, ბატონო გიორგი, ეს არის დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატი.
უდრის ერთ ენგურ ჰესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ჩვენ ყველამ. ამიტომ რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურები ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დავაბალანსოთ გადამცემ ქსელში ელექტროენერგია. იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, თუნდაც აი ქარის ელექტროენერგია, თუნდაც მიწის ელექტროენერგია არის ვოლატილური, ანუ ცვალებადი. ამ ცვალებადობას სჭირდება ბუნებრივია დაბალანსება. ეს დაბალანსება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურებით, რომელიც რეზერვუარიანად არის განხილული. რაც შეეხება მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს, ამ შემთხვევაში უბუნებრივია სეზონურობა არის მათთვისაც დამახასიათებელი და სწორედაც ახლა წყალუხვობის პერიოდი გქონდა და ცოტა არ იყოს და დასანანია, იმიტომ რომ ჰიდროელექტროსადგურებს მოუწიათ წყლის დაღვრა. ეს ძალიან მტკივნეული და შოკური პროცესია ახლა რასაც გადის. რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურები წინა წლებში ზღვრიდნენ წყალს, მაგრამ წლევანდელი წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შარშან მაგალითად დაემატა 5 მზის ელექტროსადგური, კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური. ამან გამოიწვია დამატებითი სიმძლავრეების ინტეგრაცია ქსელში. ამიტომ დაბალანსდა რა ეს მოცემულობა, უფრო მეტად მოუწიათ შეზღუდვების მაჩვენებლის გამოვლენა, თქვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას. აი ანუ რეალურად ჩვენ აი თუ სწორად მესმის ლაპარაკობთ, რომ ჩვენ მივიღეთ ზეჭარბი ელექტროენერგია და იმისთვის ახლა თქვენ აღნიშნავდით, რომ დაგროვების საშუალება არ გვაქვს ამ კუთხით, ანუ ამან გამოიწვია, თქვა ეს დაღურის ნაწილი, რაც ესეთი სასწავლო მაგალითია იმისთვის, რომ ეს რა უყოთ ამ ჭარბ ენერგიას, ელექტროენერგიას, თქვა რომელსაც ვქნით. სწორად ბრძანებთ, იმიტომ რომ ახლა სწორედაც არის ის პიკური მდგომარეობა, როდესაც ჰიდროელექტროსადგურებს მზესაც და ქარსაც შეუძლიათ გენერაციის ძალიან მაღალი დონის ჩვენება. აი ამ დროს ეს შეზღუდვები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით და ჩვენ ერთად განვიხილავდით, უქმნის გარკვეულწილად ბარიერებს. მიცინ იძულებულები არიან გააჩერონ ჰიდროელექტროსადგურები, რამდენიმე დღით გაჩერდა მზის ელექტროსადგურების და მათ პირველად განიცადეს ასეთი, ვიტყოდი, თქვათ, შეფერხება თავიანთი გენერაციის პროცესში და ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული შოკი თავად ენერგეტიკის სექტორის. ამიტომ მომავალში ჩვენ რომ აი ეს გამოწვევა თავიდან ავიცილოთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა დავამატოთ, ჩვენ ყავს მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც დიდი დოზით მოიხმარენ ელექტროენერგიას და ძირითადად განთავსებულნი არიან რუსთავში. ქარხნებს გულისხმობ, რომლებიც აწარმოებენ ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროდუქტს, არა ელექტროენერგიას, პროდუქტს და შემდეგ გააქვთ ის ექსპორტზე. ახლა მაგალითად მათი მხრიდან არის შემოსული ასეთი ინიციატივა, რომ ზუსტად აი ამ პერიოდში, როდესაც მაღალია გენერაციის მაჩვენებელი, ხომ არ შეიძლება რომ შევისყიდოთ ელექტროენერგიას შედარებით უფრო დაბალფაზად, ვაწარმოოთ ჩვენ თვითონ აი ეს პროდუქტი და მოვახდინოთ მისი ექსპორტი, ან თუნდაც დავაგროვოთ და შევაგროვოთ ეს ელექტროენერგია, რომ შემდეგ გამოვიყენოთ. სოჭუსაც ასევე საინტერესო წინადადება ამ კუთხით. და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, რომ აი ცალკეულ პერიოდებში და კონკრეტულ მაგალითები ვთქვით, რომ გვაქვს სიჭარბე, ხომ? აი აქ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ჯამში ვთქვათ, რომ დეფიციტური პერიოდებისთვის გვჭირდება ზუსტად დამატებით გენერაციის ზრდა ჯამში და ამავდროულად სწრაფად გვჭირდება საექსპორტო შესაძლებლობების ზრდა იმისთვის, რომ აი ეს სიჭარბე არა მხოლოდ დაგროვების ნაწილში იყოს, არამედ ექსპორტი მოვახდინოთ. ცალსახად. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დამატებითი რესურსები. გულისხმობ ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. უბრალოდ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ბატონო გიორგი, უნდა იყოს დაბალანსებული. ზამთარი და ზაფხული გვიჭირს, ძალიან გვიჭირს, ანუ ზაფხულის მოხმარებამ როგორც აღნიშნე, გადააჭარბა უკვე ზამთრის მოხმარებას, რაც შეეხება გაზაფხულს, აქ გვაქვს ჭარბი წარმოება, ხოლო რაც შეეხება შემოდგომას, აქ მეტნაკლებად დაბალანსებულია. ამიტომ აი ეს სამი სეზონი, ზამთარი, ზაფხული და გაზაფხული, ჩვენ ისე უნდა დავაბალანსოთ, რომ შევძლოთ ერთის მხრივ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, მეორეს მხრივ შეგროვება, მესამეს მხრივ აუცილებლად მსხვილი მომხმარებლების ელექტროენერგიის მომხმარებლებს გულისხმობ, მათთან ისე სისტემურად აწყობა ამ პროცესისა, რომ როდესაც არის ჭარბი გენერაცია, მათ შედარებით უფრო დაბალფასად შეისყიდონ ელექტროენერგია და აწარმოონ პროდუქტი კონკურენტუნარიან ფასად, თქვენ ეკონომისტები ბრძანდებით და კარგად მიმიხვდებით, რასაც გულისხმობ, კონკურენტუნარიან ფასად იმისათვის, რომ ექსპორტზე როდესაც მოხდება გატანა საზღვარგარეთ, შეძლონ რაც შეიძლება მეტი რეალიზაცია პროდუქტის და მეტი დოვლათის მიღება. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ ახლა თქვენ საკმაოდ აქტიური წევრები ყავთ, სხვადასხვა დისკუსიაზე მინახავს მათი ჩართულობა. რამდენად საინტერესოა იგივე თქვენი წევრებისთან დიალოგიდან გამომდინარეც საქართველოს ენერგეტიკის კუთხით საინვესტიციოდ, ანუ რამდენად მათ შორის უცხოელი ინვესტორები განიხილავენ საქართველოში ინვესტიციებს. ძალიან აქტიურად.
პირდაპირ ვიტყვი, არა მხოლოდ აზიურიდან, არამედ ევროპული სამყაროდანაც ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი. მე ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს ხვალაც მათ შორის სწორედაც პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ერთის მხრივ რესურსებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ ბაზრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ინტერესი კიდევ და კიდევ უფრო მზარდი იქნება, ვიდრე არის დღეს, სწორედ აი ამ დივერსიფიკაციიდან გამომდინარე და დაინტერესებაც საკმაოდ მაღალი იქნება კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ამას უგრძნობთ დღეს, იმიტომ რომ დატა ცენტრები დადგება დღის წესრიგში და ბუნებრივია ტექნოლოგიური პროგრესი ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიის მოხმარების რგას. კი ბატონო, ქალბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ კლავ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სექტორთან, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე ამ საკითხს და ვხედავდით მანამდე არსებულ ძალიან აქტიურ დისკუსიას, მათ შორის მაინტერესებს დინამიკა იგივე კრედა და ეკონომიკის სამინისტროს კანონ პროექტთან დაკავშირებით და აი ამ თანამშრომლობის დინამიკაზე ჯამში, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც კონკრეტული მაგალითების გარშე ზოგად დინამიკაზე რა შეგვიძლია გითხრათ? ძალიან კარგი კომუნიკაცია არსებობს. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ არ შეგვიძლია მივმართოთ სამინისტროს და არ მივიღოთ მყისიერად პასუხი. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რაც თავად სექტორს და თავად სექტორის მოთამაშეებს უდგათ, ეს არის მემორანდუმები ესაჭიროებათ, რაც შეიძლება სწრაფად. რეალურად რამდენიმე ასეული პროექტია ბატონ გიორგი ახლა, რომელიც უკვე განიხილა, შეაფასა სამინისტრომ და მემორანდუმების ხელმოწერის ეტაპზე უნდა გადავიდეთ. კომუნიკაცია არის გამჭვირვალე, ჩვენ ველოდებით შემდეგ შეხვედრას უკვე სექტემბრის თვეში. ქალბატონ მინისტრთან, სადაც გვექნება უკვე განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების და მათ შორის მივესალმებით იმ არაფორმალურ და ძალიან სამუშაო რეჟიმს, რომელშიც არის გადასული კერძო სექტორი და საჯარო სექტორი და ეს დიალოგი ჩვენ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით იქნება. კი ბატონო, და ბოლოსკენ აუცილებლად მინდა კითხოთ, ასე ვთქვათ, გრედას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენი ასოციაციის ხელმძღვანელობის შემდგომ კიდევ უფრო აქტიურად ვხედავთ, ასე ვთქვათ, სხვა ინიციატივებს, რაც ძალიან მისასალმებელი პროცესია და ყოველთვის ხაზს ვუხმობ, რომ თემატური ასოციაციები ძალიან მნიშვნელოვანია და გრედა არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი უნდა იყოს თემატური ასოციაცია ამ კუთხით, როგორი გეგმებია, ასე ვთქვათ, აი შემოდგომაზე მინისტრთან შეხვედრა და ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში რაც ნახევარწელი გავიდა, ამასობაში ნახევარწელი გავიდა საოცრად აქტიურად. თუ ეხლა ჩვენ ელემენტარულ მედია მონიტორინგს გავაკეთებთ ენერგეტიკის თემაზე, გრედა ყველგან არის. ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისთვის და ჩვენი შრომის დაფასებისთვის. რეალურად გრედაში უკვე 60-მდე წევრია, ყავს პროფილური, არაპროფილური და ბუნებრივი ასოცირებული წევრები. ჩვენი ძალიან დიდი მიღწევა სწორედაც არის ის, რომ 2027 წელს ჩვენ შევხვდებით უკვე ახალი კანონ პროექტი, რომელიც თქვენს ასევე ახსენეთ. ანუ მოკლედ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ 2027 წელი შეიძლება დავიწყოთ ამ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედაც ასე ხდება და ჩვენ შევხვდებით და უკვე დეტალებზე ვისაუბრებთ. ახლა რაც ბოლო სტატუსი რაც არის რეგიონალური განვითარების სამინისტროს აქვს გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია გრედა განვიხილავთ ამას სამინისტროს ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროს გულისხმობ და დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში უკვე გადაინაცვლებს ეს კანონპროექტი ღრმადვარ დარწმუნებული პარლამენტში. ამიტომ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ბუნებრივია მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ ეს. რაც შეეხება ჩვენს აქტიურობას, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ რეგიონებში წარმოდგენილნი, ხვდებით ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ანუ ეს არ არის მხოლოდ ასე რომ ვთქვათ, ხშირად აი ასოციაცია წარმოადგენთ მხოლოდ რაღაცა კლუბი, ცალკეული სექტორში მომუშავე ორგანიზაცია, ანუ თქვენი ასე ვთქვათ, დამატებით სოციალური ვალდებულება უფრო ფართოა, ხო? ანუ საგანმანათლებლო კუთხეზე. დიახ, ვერც კი წარმოგვიდგენია ჩვენი განვითარება ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე, იმიტომ რომ მათ ვხედავთ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით, ერთის მხრივ ჩვენს სამუშაო ძალად, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ დეფიციტს განვიცდით ამ მიმართულებით, მეორეს მხრივ მხარდამჭერებად, იმიტომ რომ ენერგეტიკის სექტორი ნამდვილად არის ის, რაც მოიტანს რეგიონალურ განვითარებას და ამ ახალგაზრდებს დატოვებს თავის სოფლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის კრიტიკული არის ის კომუნიკაცია, რომელიც უნდა იყოს ძალიან ღია, გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხსოვთ კოპუმაია კიდევ ერთხელ ბიზნეს ინსაიდერს სტუმრობისთვის და როგორც ყოველთვის ძალიან ამომწურავი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.